სულ ცოტა ხნის წინ დატოვა კობა ლიკლიკაძემ საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობა, სადაც ის დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა და მასთან გამომძევლებს, რა თქმა უნდა, ჰქონდა კითხვები იმ თემასთან დაკავშირებით, რომელთაც გამოძიება გენერალურმა პროკურატურმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაიწყო. კითხვები შეეხებოდა აფხაზეთის ომს და ტყვეთა გაცვლის ეპიზოდებს. მაშინ, როდესაც კობა ლიკლიკაძე ყოფილი სამხედრო ჟურნალისტი და ახლა უკვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ბარამიძის განცხადებას აფასებდა, ამბობს იმას, რომ ამ განცხადების გამო გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის ორი მძიმე მუხლით, რაც სამშობლოს ღალატსა და საბოტაჟს გულისხმობს, გამოძიება ნამდვილად არ უნდა იწყებოდეს. ის ამბობს იმასაც, რომ აფხაზეთის ომის დროს ადგილი არ ჰქონია ტყვეების დახვრეტას, თუმცა ის აღნიშნავს იმას, რომ მაშინ, როდესაც ადამიანი მძიმე წარსულის დეტალებს იხსენებს, შეიძლება რომ შეცდომა მოუვიდეს და ამ მიმართულებით ის საკუთარ გამოცდილებაზეც ამახვილებს ყურადღებას და იხსენებს რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევას, როდესაც მან ტელე-პირველის დღის ამბების ეთერში თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ექიმებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვეს და დაჭრილი მოქალაქეები და ადამიანები მიატოვეს, რის გამოც მან შემდგომ უკვე ექიმებს ბოდიშიც მოუხადა, თუმცა სწორედ აქედან გამომდინარე ამბობს ის, რომ შეიძლება რომ გიორგი ბარამიძეს უნებლიე შეცდომა ყოფილიყო და შესაბამისად ამ მიმართულებით არ უნდა იწყებოდეს გამოძიება სისხლის სამართლის ორი მძიმე მუხლით, რაც სამშობლოს ღალატს და საბოტაჟს გულისხმობს. მე არავის სისხლის სამართლებელი დასაწყობებაში ამდომებია. მეცაც გეტყვი, მე დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება და ეხლა თუ სასამართლოსაც მოწმეთ, მე მიმაჩნია მიუხედავად ისა ეს მძიმე აბსურდული განცხადება. სახელმწიფო მოღვაწე სხვადასხვა თანამდებობებზე ყოფი, ასეთ რამეს არ უნდა მაკეტებს და არ უნდა იყოს გამბედაო რომ მოიხადოს სწრაფად ბოდიში და შეცვალოს ის რაც მან აი ეს მკაფიოდ ერთმნიშვნელობად არ გააკეთა. არათუ არაკოლექტიული იყო ჩემგან, არამედ იყო ნამდვილად სამხედრო მედიკოსების ღვაწლის ძალიან შელახვა. ეს განზრახვა არ მქონია, რადგან ჩართული სიტყვა, როგორც ამბობდნენ, ჩართვის მომენტში თქვენ ეთერში გამოვრჩა, ცალსახად შევინანიებ ამას და ყველა სათითაოდ უხდი სამხედრო მედიკოსებს ამის გამო ბოდიშს. ეს შეიძლება ითქვას იმ კატეგორიის შეცდომა, რომელიც ალბათ იშვიათად დამისწვია და მოსვლია ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში. mea culpa, როგორც ითქვია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ერთმანეთის მიყოლებით იკითხებიან, მათ შორის ვეტერანებიც და უნდა აღინიშნოს ის, რომ შეიძლება ითქვას, პროკურატურა ახლა აგროვებს გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ ჩვენებებს, თუმცა ამ დრომდე მიუხედავად ამისა, თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე თავად არ დაუბარებიათ. რაც შეეხება პოზიციებს, რომელიც ვეტერანებს აქვთ, ისინი საკმაოდ მწვავედ და კრიტიკულად აფასებენ გიორგი ბარამიძის განცხადებას და ისინი ამბობენ, რომ აფხაზეთის ომის დროს ტყვეების დახვრეტას ადგილი არ ჰქონია, თუმცა აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი ბარამიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებული ამ განცხადების შემდგომ არაერთ განმარტება გააკეთა და ისიც ამბობს იმას, რომ სხვა უბრალოდ მანიპულირების საშუალება დაუტოვა ამ განცხადებამ საზოგადოებას და ის ამბობდა იმას, რომ სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა საზოგადოებაში და რეალურად არ გულისხმობდა ტყვეების დახვრეტას. 300 ადამიანის ცოცხალის 300-ზე გაცვლა მოხდა, ორი კვირა იქით ვიყავი და რომ დასრულდა ეს ჯოჯოხეთური ომზე უარეს საშინელება, იქ დახვრეტილი ადამიანები უბედურა იქით ამხარეს გუდაუთაში, ეს ყველაფერი რომ დასრულდა, ბარამიძე ჩამომბრძანა თბილისიდან და ინტერვიუ მისცა, რა სირთულეები გადახდა, ამ სიტყვაზე პასუხს ვაგებ. ამ ინტერვიუს შემდეგ რომ მოვთხოვეთ პასუხი, რომ ნამუსის საერთოდ არ აქვს, ისო მეო კარიერისთვის სჭირდებაო და თქვენ უბრალო ხალხი ხართ, არაფერში არ სჭირდებათ ეს ისო და თუ შეიძლებაო დავიბრალებო. როგორც ომობდა, ისე ცვლიდა რა, სხვათა შორის რა, ორივე შემთხვევაში იყო ბუტაფორია. ჯერ აიცის ვიხრეთ წინახაზე არ ყოფილა, ერთი ღამე არ აქვს ანგარში გათენებული ინფორმაციისთვის. მეომარ ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს ანგარში გათენებული. ტყუილი ის ყოველთვის გამოწკეპილი, დაუთოებული და გაპრიალებული დასეირნობდა. ეხლა რაც შეეხება რა მიზანი აქვს, მიზანი ერთია, გაბედნიერდა და სეპარატისტული მთავრობა და რუსეთს გაუჩნდა შანსი, რომ თურმე ეთნიკური წმენდა არის არაშემთხვევითი, არამედ მიზან მიმართული. საერთოდ მაგას ომი ნანახია ხოლმე მხოლოდ კინოთეატრებში რა. და არ ვიცი, ნუ რა აი რა სიგონებს აყვანამდე ხრიტავდნენ თუ რაღაცა, ნუ აი ლაპარაკობს, აი ენა ძვალი არ აქვს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული საქმის ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში უკვე არაერთი ჩვენება დევს. ახლა საინტერესოა თავად ოპოზიციონერ პოლიტიკოს როდის დაიბარებენ გამოკითხვაზე, ან როგორ გაგრძელდება გამოძიება, საბოლოოდ დაადებენ თუ არა გიორგი ბარამიძეს ორი უმძიმესი მუხლით ხელბორკილებს, რაც სამშობლოს ღალატს და საბოტაჟს გულისხმობს და როგორც გითხარით, თავად გიორგი ბარამიძე ჯერჯერობით გამოკითხვაზე არ დაუბარებია, თუმცა ის გენერალურ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე აპირებს, რომ კითხვებს პასუხი გასცეს.